არ მახსოვს რომელი ნაწარმოებია, ოდესღაც ძალიან შეყვარებული ვიყავი რობაქეძეზე, ყველაფერი მქონდა მაგისი, აი გაზეთებიდან ამოჭრილი, იმიტომ რომ არ იყო მაგის ძირთად გერმანულ ენაზე წერდა და არ მახსოვს რა, მოკლედ ეს მომენტია, მატარებელში ხდება ორი ადამიანი ერთმანეთს და ესე აღწერს, ნუ მაგას ხო რაც უცნაური ენა ქონდა რაღაცა ძალიან უნიკალური აღწერის და აღწერს ესეთ მომენტს, რომ ორი ადამიანი ვაგონში ზის და მათ შორის რაღაცა ვერ შედგა დიალოგი და ეს ამბობს, რომ მათ შორის ღმერთი სამწუხაროდ ვერ დაიბადა. აი ძალიან ეს ბანალურად რა, იმიტომ რომ ვერ შედგა, სულები არ გაიხსნა და ეს წავიკითხე, არ ვიცი, მაშინ ალბათ 18 წლის ვიყავი და მერე ეს როგორ ვიგრძენი წლები რო გავიდა, რა თქვა რეალურად. იმიტომ რომ როდესაც აი ესე შედიხარ ურთიერთობაში, ხსნი ყველაფერს, ხო? ისეთი სისავსე მოდის ენერგიულად შენიც, მისიც აი ეს ხაზები რო აღარა გაქვს და გახსნილი რო ხარ, რომ აი მე ამ მომენტს სიყვარულსაც კი ვერ შევადარებ, აი ქალსა და კაცს შორის რო ძალიან აფეთქებული სიყვარული როა, მაგასაც კი ვერ შევადარებ, ისეთი სისავსე მოდის.